მოქალაქეები დგანან რუსთაველზე ეკოლოგიურ რეჟიმში მართავენ სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციებს. ეს ნამდვილად არის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად მივა გამარჯვებამდე, ამაში ვარ დარწმუნებული და ყოველდღიურად წმინდები, როდესაც ვარ აქ რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც არ იღლებიან, რომლებიც არ შინდებიან, რომლებიც არ ეგუებიან და რომლებთან ერთადაც მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, დიახ, ეს იყო უფრო ვიწრო ფორმატის შეხვედრა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, იქ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია არ იყო წარმოდგენილი, არ ვიცი რა მიზეზით. კი, გახარიას პოლიტიკური პარტია, რომლებმაც განმარტეს, რომ გვიან გაიგეს შეხვედრის შესახებ და ვერ მოასწრეს, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე დასწრება. დიახ, და იქ განიხილებოდა ამ საბჭოს შექმნის საკითხი, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანი მექანიზმია უპირველეს ყოვლისა კოორდინაციისთვის იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია ახალი არჩევნების ჩანიშვნა. თუ დღეს რუსთაველზე არის რაიმე დაკვეთა, საზოგადოებრივი დაკვეთა, ეს არის ერთიანობა მათ შორის პოლიტიკური სპექტრის და პრეზიდენტის ინსტიტუტის თანამონაწილეობა და როლი ამ გაერთიანების ფორმირებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თამარ, მოგეხსენებათ, რომ არის ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩემთვის პირადად, ისევე როგორც პოლიტიკურად ნაციონალური მოძრაობისთვის, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და კონკრეტულად პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებაში მისი შეწყალების საკითხი, რისთვისაც სულ რამდენიმე დღე რჩება, ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო მაგალითები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვადას და ბოლო დღეებს პრეზიდენტები იქნებოდა ეს ბილ კლინტონი ძმასთან მიმართებაში, თუ ჯო ბაიდენი შვილთან მიმართებაში, თუ ბევრი სხვა ფაქტი, როდესაც სწორედ შეწყალების უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ პრეზიდენტები ბოლო ვადაში და ბოლო დღეებში. ჩვენ შესაბამისად იცით, რომ დასვით ეს საკითხი კაპიტონ თინა როგორც ჩანს თქვენი განცხადებიდან და ამას ნამდვილად მივესალმებით. თუმცა რჩება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მეოთხე წელია იმყოფება უკანონო ტყვეობაში და ეს ნამდვილად ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან აქ საუბარია სამართლიანობაზე, პრინციპულობაზე, თანმიმდევრულობაზე და არასელექციურ მიდგომაზე, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ რუსული რეჟიმის ტყვეებზე, რუსული რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებზე, სწორედ საზოგადოების მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად არის პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და დაუშვებელია ჩვენ ვთქვათ, რომ მოძალადე რეჟიმზე დაქვემდებარებული პროკურატურა თუ სასამართლო ყველა მჟავრდებულთან თუ ბრალდებულთან მიმართებაში უსამართლოა, მაგრამ ის სამართლიანია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იბრძოდა და დღესაც აგრძელებს ახლა უკვე საკნიდან ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ბრძოლა, რომელშიც ერთიანი ვართ ჩვენ დღეს ყველა. შეიძლება რომ ველოდოთ ამ მხრივ რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას 29 დეკემბრამდე, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ პრეზიდენტის? ნამდვილად ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის ნაცვლად, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მისი განცხადებები ამ საკითხზე, თუმცა ასევე მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მას მოუწოდებს კონკრეტულად პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებისკენ და ისევე როგორც ყველა სხვა მოწოდება ევროპარლამენტის, ევროსტრუქტურების, საქართველოს ევროპელი მეგობრების, რომლებიც დღეს განან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის სადარაჯოზე, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის სანქციების
საკითხი ბალტიის ქვეყნებისგან ჩეხეთის სენატი, რომელმაც მიმართა აღმასრულებელ ხელისუფლებას სანქციების მოთხოვნით, ევროკავშირის არაწევრი, თუმცა ევროპული სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და სახელმწიფო გაერთიანებული სამეფოს დიდი ბრიტანეთის სახით. ოკეანეს მეორე მხარეს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კონკრეტულად რესპუბლიკელი კანონმდებლები, სენატორები თუ კონგრესმენები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უმკაცრეს განცხადებებს აკეთებენ ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ მათ მიიღონ გაამკაცრონ და გააფართოონ და კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ მიიღონ სანქციები, ხო? ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი მხარდაჭერა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, მაგრამ სწორედ ეს ცივილიზებული სამყარო და თავისუფალი სამყაროს ლიდერები, იქნება ეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეითავსა უკვე ამ დრომდე იმ თვალსაზრისით, რომ ის გავიდა კონტაქტზე ივანიშვილთან, დარწმუნებული ვარ უმნიშვნელოვანესი გზავნილებით ამ ადამიანებს ყველას და არა მხოლოდ იქნება ეს პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეი დუდა, რომელსაც რეგულარულად ესაუბრება პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუ სხვები, ისინი ასევე ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ევროპული სახელმწიფო, სადაც ერთ პრეზიდენტს პრეზიდენტი ზურაბიშვილის სახით დაპატიმრებით ემუქრებიან ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის და მეორე პრეზიდენტი საპატიმროში ყავთ ქვეყნის ევროპული მომავლის. ხო, კაპიტან თინა, მაინტერესებს, აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სალომე ზურაბიშვილმა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ გამოუშვებენ მას, ანუ აღსრულდება ეს შეწყალება ტექნიკური თვალსაზრისით გულისხმობ უკვე ვიცით ჩვენ ახლა ხელისუფლების დამოკიდებულებაც მისი გადაწყვეტილებებით რომ უკვე ციხეში მყოფ პრეზიდენტს კიდევ ხელახლა შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და ასე შემდეგ აღარ ჩამოუთვლი იმ ყველაფერს რასაც 3 წელია ვუყურებთ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აღსრულება ამ გადაწყვეტილების? თამარ, ეს ბუნებრივია ლოგიკური და ძალიან სწორი კითხვაა და სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან ამ ჰუმანური და მე ვფიქრობ ყველა თვალსაზრისით საზოგადოებისთვის და სამართლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის პირობებში პრეზიდენტი სააკაშვილი მაინც რომ არ გათავისუფლებულიყო, სწორედ ამიტომ რუსულმა რეჟიმმა გააკეთა უპრეცედენტო რამ და მას დამატებით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. ამიტომ რა თქმა უნდა რეჟიმი პრეზიდენტ სააკაშვილს მაინც არ გაათავისუფლებდა და მას ძალიან კარგად ესმის, ისევ როგორც თითოეულ ჩვენგანს, რომ მისი თავისუფლება საბოლოო ჯამში გადაჯაჭვულია ქვეყნის თავისუფლებაზე, ჩვენს საერთო ეროვნულ წარმატებაზე, ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად იმ მნიშვნელოვანი მოთხოვნის მიღწევაზე, რაც არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა და რეჟიმის რღვევა და ნგრევა, ხო? ეს კარგად გვესმის, რომ მისი ბედი გადაჯაჭვულია ქვეყნის ბედზე, მისი თავისუფლება გადაჯაჭვულია ქვეყნის თავისუფლებაზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლიანობისთვის, თანმიმდევრულობისთვის, პრინციპულობისთვის, გაერთიანებისთვის, ყველას იმისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული დროშა ამ ქვეყანაში და ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, ჰუმანური აქტი, სამართლიანი გადაწყვეტილება პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თამარ, რომ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღევანდელ მის სასამართლო გამოსვლაზე, სასამართლოსაც მართლა ვერ უწოდებ იმ ცირკს, რადაც ქართული მართსაჯულება და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აქცია, მაგრამ აი ამ მორიგ პოლიტიკური მართსაჯულების სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩემი აზრით დაიკავა უკიდურესად სახელმწიფოებრივი პიროვნულად დიდწლოვანი, მაგრამ პოლიტიკურად და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი პოზიცია და თქვა, რომ
მისთვის მნიშვნელოვანია მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ეს უთანხმოება ჩვენს შორის ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის უფლებამოსილების არ გამოყენება შეწყალების რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის და განსაკუთრებით იქ სადაც ხდება გაერთიანება და კონსოლიდაცია საზოგადოების და პოლიტიკური ძალების ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ირგვლივ იმისთვის რომ ჩვენ წინ წავიდეთ გამარჯვებისთვის რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და რომელსაც მე დღევანდელ გამოცვლაშიც დავინახეთ ამარ მიხეილ სააკაშვილს სჯერა აი ამ გამარჯვების ამ რწმენით გამსჭვალულია თითოეული ჩვენგანი აქ, მაგრამ ასევე გამსჭვალულია ადამიანი, რომელიც მეოთხე წელია ამ უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. კი ბატონო, კაპიტან თინა, ზუსტად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარშემო ერთგვარი კონსოლიდაცია ოპოზიციის ახსენეთ თქვენს და ფაქტის სახეზეა, რომ ოპოზიციაც საზოგადოებაც გაერთიანებულია და ჩამოყალიბებულია, ასე ვთქვათ, იმ თემაზე, რომ ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური ინსტიტუცია ერთადერთი ამ ქვეყანაში. მაგრამ რა ხდება 29 დეკემბრის შემდეგ, კაპიტან თინა, ალბათ ამაზე გექნებოდათ კონკრეტული საუბარი და რისი თქმაც შეგიძლიათ, გასაგებია რომ ალბათ ყველაფერს ვერ მოყვებით, მაგრამ ნახეთ ჩვენ რომ დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა რომ 29-ში 11 საათზე ინაუგურაცია შედგება მანდ პარლამენტის შენობაში შიგნით, იქ სადაც უკვე 28 დღეა ჩვენი მოქალაქეები დგანან. სწორედ იმ შენობაში დაანონსეს ეს ინაუგურაცია, არ მიიწვიეს ელჩები და სავარაუდოდ რაღაც შეცვლილი იქნება პროტოკოლი იმ ცერემონიის, რაც ზოგადად გვინაღავს ხოლმე პრეზიდენტების ინაუგურაციის შემთხვევაში. ანუ ქართულ ოცნებას აქვს თავის დღის წესრიგი, ის მიყვება ყველაფრის მიუხედავად ამ დღის წესრიგს, მაგრამ თქვენ და სალომე ზურაბიშვილი ერთად რას აპირებთ 29-მდე და უკვე 29-ის შემდეგ? რა თქმა უნდა, ელჩები არ მიიწვიეს, იმიტომ რომ რომც მიეწვიათ არავინ ბუნებრივი ამას არ დაესწრებოდა, არამც თუ ამ არალეგიტიმური, უცოდინარი, უწიგნური, ღიად პრორუსი და ანტიევროპელი რაღაც ბუტაფორის ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციაზე, არამედ არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სხდომაზეც კი, რაც უპრეცედენტოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, არ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და მათი დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, უკიდურესი სირცხვილია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის ძალიან ცხადი მახასიათებელი იმის, თუ რა ტიპის იზოლაციაში იმყოფება ივანიშვილის რუსული რეჟიმი. სწორედ ამ წნეხის გასაძლიერებლად, შესანარჩუნებლად, არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად და საბოლოოდ ახალი არჩევნების თარიღამდე მისასვლელად ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ტიპის ერთიანი ფრონტი და სასურველია ეფექტიანი მექანიზმი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ახლა დასავლეთი ახორციელებს რუსულ რეჟიმზე, ასევე ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ წნეხს იწვევს, მაშინ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მიერ ამ სარეზერვო სავალუტო რეზერვების პლანის ფონზე ძალიან სავალალო მდგომარეობაშია მათ შორის ლარის კურსი, რომელსაც აქამდე სწორედ ამ რეზერვების ამგვარი ფლანგით ხელოვნურად იჭერდა ივანიშვილის რეჟიმი. ახლა ისინი აპირებენ, რომ მიმართონ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებს, მათ შორის აზიის განვითარების ბანკს, ისევე როგორც მსოფლიო ბანკს, იმისთვის, რომ რაღაცნაირად დამატებითი მონეტარული დახმარება ჰქონდეთ, რომ შეძლონ ისევ რაღაც პერიოდით მაინც ლარის კურსის შენარჩუნება და ეკონომიკის სრული ჩამოშლის თავიდან აცილება, მაგრამ
არსებობს ძალიან დიდი ვარაუდი იმის, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი დასავლური ფინანსური ინსტიტუტი არ გასცემს არანაირ სესხს ამ რუსულ რეჟიმზე. ამიტომ მათ შემდეგ მოუწევთ ისეთი სახელმწიფოებისთვის მიმართვა, როგორიც არის შესაძლოა ჩინეთი ან ღიად რუსეთი, რომელსაც თავის გასაჭირი აქვს, მაგრამ ასეთ მოცემულობაში ივანიშვილის რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ არის რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილიც, რაც მართლაც უპრეცედენტოა, ხო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, რომ არსებულ რეჟიმს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩამოშლილს. ასე უნიფიცირებულად პრაქტიკულად ემიჯნებოდეს ბიზნეს სექტორი, რატომ? იმიტომ რომ ისინი გრძნობენ უკვე იმ უკიდურესად სავალალო შედეგებს, რასაც გამოიღებს განგრძობადი. ხო, ამიტომ არის კაპიტან თინა, რომ თავად ივანიშვილიც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სვლა, რაც არის ახლა მის არსენალში დარჩენილი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ის გაძლებაზე მუშაობს, ხო? შეგვიძლია ალბათ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ელოდება. ხო, რომ როდის გაილევა პროტესტი, როდის დაიღლება ხალხი და პარალელურად რაღაც ფეიქ რეალობას ქმნის მათ შორის ამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სახით. ხო, აი ეს რა მოცემულობას გვიქმნის უკვე 29-დან, დიახ. პარალელური რეალობის შექმნის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ძალიან შერყეულია მათი პოზიციები და ეს მათ შორის აისახება იმაზე, რომ ძალიან სერიოზული რყევები აქვთ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ უწყებებში, რომლებიც სამწუხაროდ სამართალდამრღვევებად და რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებად აქციეს. ვიცით მათ შორის ეს რაღაც კლანების დაპირისპირება, რაც მიმდინარეობს შიგნით ამ ინსტიტუციებში, რომელიც მთლიანად ჩამოიშალა და რომელიც მთლიანად ივანიშვილის ინტერესს, დანაშაულებრივ ინტერესს ემსახურება, იგივე ეს ფიტნეს კლუბში აფრიაში შევარდნა და ზალადობა, ხო, სხვადასხვა ამგვარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ იქ კლანური დაპირისპირებები არის გამწვავებული, რატომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა თვით გადარჩენაზე იმუშავებს, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ივანიშვილი ბოლო მომენტში დაიხურავს ქუდს და ჩაჯდება თვითმფრინავში და თუ ეს ეგზიტი, თუ ეს გასასვლელი გზა, ასე ვთქვათ, მას დარჩება და შესთავაზე სწავა და მართლა პრეზიდენტი სააკაშვილის თქმის არ იყოს, დარჩება მისი რეზიდენცია იმისთვის, რომ იქ ადამიანებმა როგორც ასადის სახლში თუ სასახლეში ხდებოდა და როგორც იანუკოვიჩის სასახლეში ხდებოდა, გახსოვთ ალბათ ხო ეს რაღაც მოოქროვილი ავეჯი და ასე შემდეგ, ეს იმიჯები ყველას გვახსოვს, მაგრამ ყველას ესმის ამ უწყებებში, რომელთა ინსტრუმენტალიზაციას ახლა ახდენს ივანიშვილი რეჟიმის შესანარჩუნებლად და როგორც ძალადობის ინსტრუმენტს ხალხის წინააღმდეგ, რომ მათ ყველას ამგვარი გასასვლელის გზა და შესაძლებლობა შეიძლება არ ჰქონდეთ. ამიტომ საბოლოო ჯამში ისინი ყველანი თვით გადარჩენის ინსტინქტით იხელმძღვანელებენ. ამიტომ გაცილებით უფრო სუსტია დღეს რეჟიმი, ვიდრე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აესე შეუპოვრად, ჯიუტად ყოველდღე იკრიბება რუსთაველის გამზირზე და ამბობს, რომ ჩვენ არ დავიშლებით და არ გავჩერდებით, მანამ სანამ არ მივაღწევთ ამ საბოლოო გამარჯვებას. თუმცა რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სახალხო პროტესტი და ეს უდიდესი ენერგია და მუხტი, რასაც ჩვენ აქ ხედავთ, რაღაც მომენტში სწორად და ეს დიდი გამოწვევაა და ნამდვილად არ არის მარტივი და ამაშია სწორედ პოლიტიკური ლიდერშიპი, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროცესის კონვერტირება პოლიტიკურ შედეგში და დავაყენოთ ის ერთადერთი პოლიტიკური შედეგი, რასაც ახლა საზოგადოება ითხოვს და რაც გვჭირდება ამ ქაოსთან დასაპირისპირებლად და პოლიტიკური სიტუაციის დასამშვიდებლად და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის და ეს არის ახალი არჩევნები. ამისთვის, რა თქმა უნდა,
მნიშვნელოვანია მათ შორის ეს საბჭო, რომელზეც მიდის საუბარი, იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებთან თუ არასამთავრობო სექტორთან, ამიტომ პირველი ნაბიჯი ბუნებრივი არის ამ საბჭოს შექმნა, ხო და თავისთავად ეს განაცხადი არის მნიშვნელოვანი. თუმცა შემდგომ ამ საბჭომ მათ შორის ჩვენი მონაწილეობით და ჩვენი ჩართულობით ნამდვილად უნდა შეძლოს კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მოტანა. ეხლა აქ ერთი რამ ასევე აუცილებლად მინდა ვთქვა თამარ, რომ აი გაძლებაზე რომ არის ხო ეს რეჟიმი, აქ ასახელებდნენ გახსოვთ თქვენ წარსულში 20 იანვარს პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციის დღეს და შემდეგ იქნებოდა რაღაც რადიკალური შემოbrunება და რადიკალური ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების კეთილგანწყობის თვალსაზრისით რუსული რეჟიმის მიმართ, მაგრამ ვეღარ არიან ასეთ განწყობას. ზუსტად იმდენად მყიფე აღმოჩნდა ეს მათი პროპაგანდა, მათ შორის იმ ღია და უკიდურესად მკაცრი გზავნილების ფონზე, რომელსაც როგორც ვახსენე, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ კონკრეტულად რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან, კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპის მხარდამჭერების და მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრების მხრიდან, რომ ეს პროპაგანდა ჩამოინგრა ივანიშვილისთვის. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს თუ რამეზე დგას ჯერ კიდევ ამ გრევის პროცესში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლება, არის ერთის მხრივ იმედი და ზოგადად ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომელზეც ასევე მნიშვნელოვანი სანქციების პროცესებია დაწყებული დიდ ბრიტანეთში და ეს ნიშნავდობლივია, იმიტომ რომ რუხაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და იქიდან შეიძლება ეგრეთ წოდებული გლობალური მაგნიტსკის აქტს, რასაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები რეჟიმის სხვა წევრების დასასანქცირებლად ვერ გამოყენებულიყო, მაგრამ სწორედ ამისთვის ამოქმედდა დიდი ბრიტანეთის შესაძლო სანქციების მექანიზმი. ამიტომ პროპაგანდისტული მანქანის რღვევა, ძალოვნების რღვევა ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფოკუსი ამ რამდენიმე შესაძლოა დღის და შესაძლოა კვირის განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ რეჟიმი არის ძალიან სუსტი და ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია, იმიტომ რომ არანაირი შემოტრიალება დასავლეთისგან კეთილგანწყობის თვალსაზრისით რუსული რეჟიმის მიმართ და მით უმეტეს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ იქნება. ეს არის ცხადი და ეს არის თალსახა. დიდი მადლობა, კაპიტან თინა.